მოგესალმებით. DGG-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით 2025 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 9%-ით. შესაბამისად, პირველი კვარტლის რეალური ზრდის მაჩვენებელი გახლავთ 9.3%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკურ ზრდაში ზრდის მიმართულებით ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა. ეს გახლავთ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორი, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ასევე ტრანსპორტი, დასაწყობება და მშენებლობა. მიუხედავად ამისა, კლების ტენდენცია გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში. როგორც მოგეხსენებათ, საგარეო ვაჭრობის მონაცემები უკვე გამოქვეყნებულია და ამის მიხედვით საქონლის ექსპორტი გაიზარდა მარტში 8.2%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა გაზრდილია 14%-ით, ხოლო პირველი კვარტლის მონაცემებით ექსპორტი გაიზარდა 5.7%-ით, ხოლო იმპორტი გაზრდილია 20%-ით დაახლოებით. 2025 წლის მარტში ქვეყანაში დარეგისტრირდა 6300-მდე ახალი ეკონომიკური სუბიექტი, რაც 1.6%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. ზრდას განაპირობებს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინდმეწარმეების რეგისტრაციის მონაცემები. დაახლოებით 10.8%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული DGG-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 14 მილიარდ 9 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული დაპროგრამების მოცულობის დასთან, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში კონსულტირების და შესაბამისი მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტის, ასევე საგადასახადო საკითხებში კონსულტაციების მოცულობის დასთან. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული სექტორი ასევე აერთიალებს იურიდიულ მომსახურებას, აქ შედის ასევე არქიტექტურა, ინჟინერია, დიზაინი და შესაბამისად მეცნიერული კვლევა და ანალიზი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სექტორში მომსახურების მოცულობის გაფართოება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების დასთან. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში კი ზრდა დაკავშირებულია საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ზრდის ტენდენციები გამოვლინდა სახმელეთო ტრანსპორტის სფეროშიც, რაც ძირითადად სატვირთო გადაზიდვებთან იყო დაკავშირებული. უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო ვაჭრობაში განვითარებული ტენდენციების პარალელურად გაზრდილია ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებლებიც. მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან, ასევე სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელებასთან. აქვე აღსანიშნავია საგარეო ვაჭრობის მონაცემებიდან თქვენთვის ცნობილია, რომ მარტში დაახლოებით 34%-ით გაიზარდა ცემენტის და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი. როგორც თავიდანვე აღვნიშნე, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში შეინიშნებოდა კლების ტენდენცია, რაც დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან, კერძოდ შემცირდა თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოების მაჩვენებელი,
აქვე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 26%-ით არის შემცირებული ფერო-სილიკო-მანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი, ძირითადად შემცირება ამერიკის შეერთებული შტატების და თურქეთის მიმართულებაზე მოდის და მიუხედავად ამისა არის სხვა ქვესექტორები, სადაც შემცირების ტენდენცია გამოვლინდა, დამამუშავებელ მრეწველობას გულისხმობ, კერძოდ სასმელების წარმოების მიმართულება შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა მარტში დაახლოებით 47%-ით არის შემცირებული ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.